ზოგადად დამისვა ესეთი კითხვა, რომ ვინ გაგიჩინა мотиваცია, რომ დაგეწყო იუთუბერობაო და არ ვიცი ძველები ვინც ხართ. არა და ნათქვამი აქვს, მაგრამ არ მახსოვს. მაგ თემაზე ძალიან ბევრჯერ იქნა საუბრები, მაგრამ ეხლაც ვისაუბრებ. ნინი კვირიკე არის ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებ მის ვიდეოებს და აი ჩემი ოცნება იყო მართლა ბავშვობაში დღე და ღამე მაგის ვიდეოებს უყურებდი და ჩემი ოცნება იყო ნინი კვირიკეს ნახვა, მასთან ერთად ფოტოს გადაღება. აი რატომღაც ბავშვობაში წარმოუდგენელ რაღაცად მიმაჩნდა ეგ, რომ ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ნინი კვირიკეს ვნახავდი. და რა ვიცი, ერთ დღესაც გადავწყვიტე YouTube-ზე დამედო ვიდეოები და აი ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან დიდი მადლობა ნინის იმისათვის, რომ აი რა წარმატებებსაც მივაღწიე YouTube-ზე, ჩემთვის ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს ეგ, რომ YouTube-ზე ამხელა მაყურებელები მყავს, ესე თბილ კომენტარებს მიწერენ, საჩუქრებს მიგზავნიან, მანებივრებენ მოკლედ, ეს ყველაფერი არის, ну რა თქმა უნდა, ჩემი შრომის დამსახურება, თუმცა რო არ ყოფილიყო ნინი კვირიკე, ალბათ არ ვიქნებოდი არც მე. იმიტომ რომ ნინიდან მოვდივარ ესე რომ ვთქვა. ასეც იცოდი. მოკითხვა ნინის აქედან. მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელი რაღაცა მეგონა ნინის ნახვა და რაღაცა, აი დღესდღეობით კი იცით, რომ ნინისთან ერთად ვიდეოებიც მაქვს გადაღებული, შევხვდით კიდეც ერთმანეთს, სანამ ჩვენი სანამ ჩვენი შეხვედრის დღე დადგებოდა, მანამდეც ძალიან ხშირად წერდით ერთმანეთს მესენჯერში, ყოველთვის თუ რაღაცა მიჭირდა, თუ რაღაცა რჩევა მჭირდებოდა, ყოველთვის მივწერდი ნინის და აი ხმოვნებს მიგზავნიდა, მე მესიჯებოდა, ძალიან ბევრ რჩევებს მაძლევდა და ამ თემაზე ცალკე ვიდეოში ვისაუბრებ, მე ცალკე რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ შორის, ნინი კვირიკე დარჩება ჩემთვის ნომერ პირველ იუთუბერად ამ კონტენტში, ყოველდღიური ვლოგების კონტენტში. რაც არ უნდა, ხო არის ადამიანებს შორის ხდება კამათი, ჩამოშორება ერთმანეთისგან, ჩვენთან მსგავსი არაფერი არ მომხდარა, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე ნინი კვირიკეზე არასოდეს არ ვიტყვი ცუდს და ყოველთვის დარჩება ჩემთვის ნომერ პირველ იუთუბერად. მართლა ძალიან ბევრი იუთუბერია, რომელიც იღებს ყოველდღიურ ვლოგებს, მაგრამ ვაღიარებ და ძალიან იშვიათად რო სხვა ვლოგერს ვუყურებ. ყველაზე ხშირად ვისაც ვუყურებ არის ნინი კვირიკე და ძალიან ბევრი რაღაც, რაც შემაყვარა არის მისი დამსახურება. ძალიან დიდი მადლობა, მოკითხვა აქედან და რა ვიცი, წარმატებებს გისურვებ მართლა მთელი გულით და წარმოუდგენელია ჩემთვის. აი ნინი რო გაქრეს, ნინის ვიდეოები რო გაქრეს, ალბათ ძალიან გამიჭირდება ხალხო მართლა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს რა გავაკეთო. შენ ის ბიჭიც ხო ვიყვარს? აი სამსახურშიც როცა არაფერს არ ვაკეთებ და როცა ისე ვარ, გამორიცხულია რომ ნინის ვიდეოებს არ ვუყურო, ან დილას როცა ყავას ვსვავ ძალიან. მით უმეტეს ყველაზე მეტად დამეხმარა ნინის ვიდეოები ჩემი მშობლების ემიგრანტობის პერიოდში, ანუ როცა პირველად დედიკო და მამიკო წავიდნენ უცხოეთში, ეს იყო პირველი განშორება ჩვენი. იმიტომ რომ კი იცით, რომ ბავშვობიდან დედიკოს და მამიკოს შუაში ვიწექი ძალიან დიდ ასაკამდე, 8 წლამდე თუ 11 წლამდე დედას არ მოუწყვეტი ვარ, რასაც ქვია, სადაც მიდიოდა ყველგან მიუყვებოდი, კისერზე ვეკიდე სრული ამ სიტყვას. და როცა მოხდა გარდატეხას დავარქმევდი ჩემ ცხოვრებაში, როცა დედა ჩემმა გადაწყვიტა ისევ ჩვენ გამო და ისევ ოჯახის გამო და შვილების გამო უცხოეთში წასვლა, ძალიან გამიჭირდა მართლა და აი მაგ პერიოდში ძალიან ხშირად ვუყურებდი ნინის ვიდეოებს და რატომღაც არ ვიცი, მეორე დედად მივიჩნევდი, იმიტომ რომ აი რომ მაკლდა ის
ნინის ვიდეოებში ყველაზე მეტად რასაც გამოვარჩევ არის ოჯახური ურთიერთობები. აი შვილების მიმართ ურთიერთობა, მეუღლის მიმართ, დეიდის მიმართ, ყველანაირი ურთიერთობა რო ჩანს ვიდეოებში და არის საკმაოდ გამოკვეთილი რა. რაც ხდება ოჯახში, ყველაფერს იღებს და დებს. აი მე რო ემიგრანტობის პერიოდში ეგ მაკლდა, ძალიან ხშირად ვუყურებდი მის ვიდეოებს და ძალიან მეხმარებოდა ამ ყველაფრის გადატანაში. ალბათ ყველაზე მეტად მაგ პერიოდში შემოყარა თავი მისმა ვიდეოებმა. აი ეგ არის ზუსტად ჩემი мотиваციის წყარო. ყველა ჩემი თითოეული ჩემი წარმატება ასოცირდება ნინისთან. არ ვიცი, ასევე მინდა ვთქვა ის, რომ ნინი არის მართლა პირველი ადამიანი, ვინამაც დაიწყო, ვინც შემოიტანა ქართულ YouTube-ში ეს კონტენტი რა. ვლოგები, მუკბანგები და რაღაცები, ხო, ნინი მეც მახსოვს, რომ ნინი იყო პირველი. ყველა YouTuber-ი, ვინც იღებს ყოველდღიურ ვლოგებს, მართლა ძალიან ბევრია. ძალიან ბევრს ვიცნობ მე და ძალიან ბევრი არის ისეთი, ვისი არხიც ჯერ არ მაქვს აღმოჩენილი. ყველა YouTuber-ი, ვინც იღებს ყოველდღიური ვლოგების კონტენტს, ჩემი აზრით მოდის ნინიდან. ანუ ვლოგი რა და მუკბანგი. ეგ ხო ყოველდღიურ ვლოგებს ვინც იღებს. ჩემი აზრით ყველა ადამიანი მოდის ნინიდან, ანუ უყურებდნენ ნინის ვიდეოებს, ძალიან მოწონდათ, ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდათ და გაუჩნდათ სურვილი, რომ თვითონაც დაეწყოთ. ჩემი საყვარელი YouTuber-ი ვინ არის, იცი? ალბათ ბევრი არ აღიარებს. ბაჭო, ჩვენ რო დავალება მოგცა, ხო იცი? ბადრი, BBR Wilds. აი მაგ YouTuber-ზე ვგიჩდები, აი ძალიან მიყვარს რა და მის ძაღლი როა ტაისონი, აი მაგარი YouTuber-ი, აი ეგეთი YouTuber-ი არა, ჩემი აზრით მაგისგან დაიწყო ბევრმა კემპინგი და რა, აი ქიმერა როა კიდე მაგისგან მაგასთანაც აქვს. აი ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგ ადამიანს და ძალიან მიყვარს ეს ადამიანი. ეგ უკვე სულ სხვა, ეგ კემპინგი, კი, ეგ ბაზარია და კემპინგია რა, ბუნებაში იმას ვამბობდი, რომ ძალიან ბევრი არ აღიარებს ამას რა. ყოველთვის გახსოვდეს საიდან მოდიხარ. ამაშიც ძალიან დიდი აზრი დოს მართლა, ძალიან ბევრი რაღაც იგულისხმება. რა ცხოვრება გამოიარე, თუნდაც რა ცხოვრება გამოიარა შენმა წინაპრებმა და არა მარტო ეს აზრი, ძალიან ბევრი აზრი დევს რა მართლაც. ყოველთვის გახსოვდეს საიდან მოდიხარ. მე ამ სიტყვებს დავაკავშირებდი YouTube-თან, ესე ვთქვათ, რომ ჩემი წარმატების და ჩემი მიღწევის мотиваცია და ანუ мотиваცია არის ნინი. იმიტომ რომ რო არა ნინი, ალბათ მე დღეს ამდენ წარმატებას ვერ მივაღწევდი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მართლა ყველაფრისთვის. მოვჩით ახლა ამ თემაზე საუბარს და ძალიან დიდი გამოვა ვიდეო, მაგრამ ორ ნაწილად დავდებ. ეს მინდა რა დასაცმელები. დასაცმელები ვაფშე დაგვავიწყდა როგორ. აი დავიწყებია რა. ბიჭო, დიდი არის ეს ვიდეო, უნდა გაყო მაშინ. მაგრამ ერთადერთი რაც მე მახარებს იცით რა? ანუ ბაჩოს ქონდა სულ მეხსიერებაზე პრობლემა. აი ეს პრობლემა უკვე აღმოფხრილია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან დიდი მეხსიერება აქვს რა ამ ტელეფონს. ხო და იმას ვამბობდი, რომ ძალიან კაი მეორადებია ხალხო, მართლა თუ დაგაინტერესებთ, აუცილებლად გაჩვენეთ, ვინც თბილისში ცხოვრობთ, სადგურის მოედნის მეტროსთან არის ახლოს. ოღონდ 5 საათამდე ყველაფერი 2 ლარია. აქეთ ამხარეს არის. ზაზუკას როგორც უთხრეს გუშინ, 5 საათამდე ღირსო 2 ლარიო. 5-ის მერე ანუ ძვირდება რა, როგორც იცი. დაახლოებით 5 ლარი. 5-10 ლარი რა, ასე მეტროსაც. თორე 5 საათამდე დიდი ფასდაკლება 2 ლარი შეიძლება. დაგაინტერესებთ მართლა ძალიან კარგი 2 სართულიანი ეს წარმატება. მაინც ეს ჩემს ამოვლია მე ცალკე და შენები ანახე. ძალიან კარგი 2 სართულიანი მეორადების მაღაზია, გოგოების, ბიჭების, ბავშვების, დიდების, რავი, ყველაფერია. ყველაფერი საერთოდ ყველაფერია. აი სპორტი ვისაც გაინტერესებს თუ ან ველოზე, ან მოჭიდავე თუ ხართ, აი სპორტის ვისინიც არის რა, აქსესუარები ესე რომ. მეორე სართული მიძღვნილია გოგოების ტანსაცმელებისთვის და პირველი სართული ბიჭი, კაცები რა, შერეული. და მაიკა ვიღე ეს
8 ლარად ვიყიდე 4 წყვილი ტანსაცმელი. 5 ბიჭო. 4. ეს მაიკა ავიღე. ძალიან მომეწონა. ოღონდ გუშინ მომეწონა ისეთი რა ახალგაზრდული სტილი. ფართე როა ხო იცი ფართე მკლავები რო აქვს. გუშინ მომეწონა ერთი თეთრი მაიკა ნახატით, მაგრამ გუშინ საქმეზე გავდიოდით და ეხა ვერ გავიყოლებდი. გზაში ვერ ვატარებდი და გაყიდული დამხვდა დღეს. ეს მაიკა ვიყიდე 2 ლარად. ძალიან კარგია. და ყველაფერს 2 ლარი მივეცდი. და კიდევ ისა აი მწვანე ფერის საროჭკები მომეწონა ძალიან. იყო რამოდენიმე. ხო, ღია მწვანე. იყო რამოდენიმე მომწვანო ფერის საროჭკები, მაგრამ მოკლე მკლავიანები, რომლებიც იყო ძალიან ის იყო დალაქიანებული და ლაქების ამოყვანის თავი მართლა არ მაქვს. ეს ვიყიდე თეთრი საროჭკა, რომელიც ძალიან მაგარი საროჭკაა რა. თეთრი საროჭკა. ანუ თუ ჩავიცო, ვითომ? თუ ჩავიცო. ხო, ჩაიცდა ვადა. ხო და ძირითადად გზემკლავიანი საროჭკები ვიყიდე. არ ვიცი ბავშვობაში საერთოდ არ მიყვარდა საროჭკები. აი ამ კლავების გამო. ეხლაც სოფელში სახში რო ჩავალ, რავი 1-20 საროჭკა კიდია კარადაში. რომლებიც საროჭკები მე ჩავიცი. რომლებიც უკვე ძალიან დამიპატარავდა. მე ავიღე. ხო და ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა საროჭკები და მკლავიანი მაიკები. თან სამსახურში ჩავიცნო ხოლმე. არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი ზომაა, მაგრამ ფერი იმდენად მომეწონა და თან ფართე სტილის ძალიან მოყვარული ვარ, ყველაფერი ფართე მაცვია, ყველაფერი დიდი მაცვია, ეს ავიღე. ძალიან დიდი და ფართხუნა საროჭკა. ბაგი ევასება ამას რა. მაგრამ არა უშავს. ჩავიცმევ აუცილებლად. რაც ყველაზე მთავარია, ყველა საროჭკა დავათვალიერეთ თავიდან ბოლომდე თითოეული წერტილი, რომ ლაქა არ ქონოდა სადმე. მეორადებია და ეხლა ლაქა არ არის გასაკვირი. ხო, მაგრამ ერთი საროჭკა ისე მომეწონა მე. აი ზუსტად ესეთ ფერი იყო რა. და იყო ბაჩოს ზომა რა და მეთქი უთხარი ბაჩო ნახე რა მაგარი საროჭკა მეთქი. პროსტა მე ძალიან დასვლილი იყო რა. აი აქ სულ ლაქები ქონა, მაგრამ აი ეს საროჭკა მეგობრებო, აი ცოტა კარგად, აი ეს საროჭკა არის ძალიან მაგარი. აი ესეთი ბრენდის საროჭკა მეორადებში რო იშოვო, ძალიან რთულია და ანუ მე რო ვიპოვე ეგრევე როგორც ავიღე, ეგრევე წავედი გასახდეთში და უნდა ჩავიცავეთ. ეს არის მესამე, ესეც ძალიან ლურჯი საროჭკა, ეს კარგად მაქვს, ჩავიზომე ყველა იქ რო ვიყავი და მეოთხე, რომელიც ასევე ძალიან კარგია, კლასიკური სტილის მკლავი აქვს, ნახეთ. ესეთი რა. მკლავია თუ რა არის ბიჭო ეგა? მოკლე მკლავია კლასიკური სტილის. მანახეს რანაირია ვერ დაუ ისუს. ესეთი მკლავის საროჭკები ეხა ძალიან მოდაშია და რა ვიცი მეორადებში რო არის ძალიან კარგია. ეს როგორ? ეს ის საყელოა ბიჭო. მკლავი აბა რა არის? ხო რა, მკლავი ეს ხოა. ხო, კაი შემეშალას. მეთქი საიდან იცნობა გამიკვირდა რანაირი მკლავია. ძალიან ესა რა, კლასიკური სტილის. და ძალიან მომეწონა ესეც. ხო, საროჭკები მოკლედ შემიყვარდა ამ ბოლო დროს და მით უმეტეს ეხა სამსახურში შავი ფორმა მაცვია და საროჭკას ძალიან უხდება ეგ ფორმა. მე შეგაყვარე შენ საროჭკა. და ეს 4 ვიყიდე და ჩაცმულსაც გაჩვენებთ. მაიკებში სხვა რავი, ერთი ეს იყო, მაიკებშიც არის ძალიან დიდი არჩევანი. ასე რომ ძალიან დიდი რეკომენდაცია ჩემგან ამ მეორადებს. რამდენჯერაც არ უნდა გავიარო, სულ არის ხალხი. იმიტომ რომ ძალიან დიდი არჩევანია მართლა ეხა დედაჩემიც მიგზავნის იტალიიდან ტრანსაცმელებს, მაგრამ ნახეთ, ანუ იქ ყიდულობს დედაჩემი 1 ევროში, 3 ევროში ტრანსაცმელებს, ჩვენ ფულზე რო გადმოიყვანო, ჩვენ ფულზე რო გადაიყვანო 1 ევრო არის 3 ლარზე მეტი, 3 ევრო ვაფშე 10 ლარამდეა. ხო და თან გამოგზავნა ცალკე ფული უნდა და კი ძალიან კაი რაღაცები გამომიგზავნეს. მაგრამ დედაჩემს რო უთხარი რომ აქვე ჩემთან ახლოს არის მეორადებიო, მეორადები თქო, მე მან რატო არ ყიდულებო ხანდახან რამესო და იმდენი ხანია დავდივარ ხოლმე, შევივლი, დავათვალიერებ, მომეწონება გამოვიდა. გუშინაც კარჩის 4 დღე ჩამოსულა და 4 ჯერ შევიდა და გამოვიდა და დღეს ვაყიდინე ძლივს. გემრიელად ჩავიცვი და ვიყიდე. ძლივს ვაყიდინე. ჩაცმულსაც გაჩვენებთ, მე დავრეცხავ აუცილებლად. სარეცხებაშინას აქვს ტემპერატურა 40 და 51 გრადუსი მე მგონი. ცხელი წყალში აქვს. ხო და დავრეცხავთ. ხა ჩავიცმევ და დაჩვენებთ ჩაცმულსაც.
აი ესე გამოიყურება ეს საროჩკა, მართალია ძალიან დიდია, მაგრამ მომწონს რა გავაკეთო, ფართხუნატანსაც მელის მომწონს, ნახეთ რამდენად ეს არის ბაჩოს აუთფიტი დღევანდელი. ფერიც იმდენად მომეწონა, რომ შემომეყიდა და კარგი იქნება ამას რო ჩაიყოლებ და მე ესე რო ამოიტან რა. აი ესე ხოა დიდი, მაგრამ ესე რო ჩაიყოლებს უფრო კაია. ძალიან კარგი იქნება, რატომღაც მომეწონა. ვიცი რომ ზედმეტად დიდი ზომაა, მაგრამ მომეწონა და ვფიქრობ რომ ჩავიცმევ. ბიჭო, დიდი არა, აი ჩაიყოლე და всё, კაია. აბა ერთი მითი ჩაიყოლე. ეხლა გაჩვენებს დანარჩენებსაც. ეს არის კლასიკური შემდეგი საელოთი. ეს იმასთან შედარებით ბევრად უფრო კარგად მაქვს. ეს უფრო, ანუ მისტანზე ზის რა, ხელებზეც არა აქ იმდენად დიდი. ჩვენი ხაზები დასრულია ხო ოდნავ? არა, წერტილები. თუ ეს, აი, ხარისხია ჩვენი თქო. აი, კარგად შევახედო, მოიცა, აი. მაგარი გადამღები მყავს. აი შემდეგი. მესამე საროჩკა. ანუ ყველა დიდები მაქვს ნაკიდი, მაგრამ რა გავაკეთო, ძალიან მომწონს. ნუ სარკეში წესრიგად არ მინახია, მაგრამ ვიდეოში გავვნახულობ ძალიან მომწონს. და შევიყვარდა ამ ბოლო დროს საროჩკები რატომ? ამას მე slow motion კაჩი გადაგიღებ და მე სიმღერა დაადე. მოიცა წავიდა. მაიკასაც გაჩვენებთ. ცანცარებს. ხამის 9 საათზე 10 დაიწყო. მე და ზაზუკა მივდივართ მთაწმინდაზე. ცოტა ვირბინე და გული ამოვარდნაზე მიქ. 21-38. და მეგობრებო, იმ კამერაზე ბაჩო მარიცოდა რომ შტატივს ერგებოდა და დაურგე შტატივზე. ესეთი გახარებული მოდის ახლა. ვეუბნები რომ არაფერი ღია არ იქნება თქო, მაგრამ მაინც წავალთ, რა ვიცი, საბაგი რომ მაინც თუ იქნა ღია წესით 11-მდე თუ 10-მდე არის. გველებული არის და როგორ. ვაი მე მთელი ღამე ეგრებ დღუიალებს, ეს წამი გავადიდო. აბა ვნახოთ. აბა ვნახოთ ხალხი თუა დაწმინდაზე. არა 15-ზე ადიდებს. თან სინათლეში არ იზამს ეგრე კარგად. დღესაც მოვედით რიყის პარკში, იმიტომ რომ თაწმინდის საბაგი რომ მალე იკეტება. და ისიც რა ქვია. ატრაქციონებიც არაფერი არ იქნებოდა მთაწმინდაზე, წამოგადავიდეთ. აგერ სილამაზეში მოვედით. ატრაქციონებიც არაფერი არ იქნებოდა ღია. ხო და აქ ქართლის დედის ძეგლისკენ რო საბაგი რომ მიდის, მაგი მე მგონი 12-მდეა როგორც ChatGPT-მ მითხრა. აუ ამ ტაძარში მინდა ასლო ოღონდ არ ვიცი საიდან. აქაც ვარ ნამყოფი ბაჭო. საიდან ავიდეთ მე ვიცი. საიდან ადიან არ ვიცი. მაგ ტაძარში? ეს ნახეთ რა ლამაზი. ესენი რა ლამაზად არის ჩამწკრივებული. კი, ავიდეთ. ეგერ უნდა შეხვიდე. დაკეტილია კი. დაკეტილია და ვეში. სიმღერები კი არ ჩართული, მაგრამ იმედია YouTube-ი არ დამიბლოკავს. აი ეს მიყვარს ყველაზე მეტად. შუქებს რო ირეკლავს წყალი. ფერად შუქებს, ნახეთ. რა სილამა. აქეთ ესე შორს არ ჩამოვსულ ვარ და რა ლამაზი კაფეები ყოფილა თელ ჩაყოლებებზე რა ლამაზი კაფეები ყოფილა. ოღონდ ამ Android-ზეც ეგრე მემართება, რომ ეს რა ქვია, რამდენი სასეირნოდ წამოვალ, იმდენი YouTube-ისთვის იღე ბაჭო? ხო, იმდენი დამჯდარია ტელეფონი.
რა ლამაზი შენობები და რა ლამაზი კაფეებია. კაზინო რა თქვენდა? კაზინოში. ხო არ შევიდეთ, ბაჩო გავადაოთ. კაზინოში მოვედით. კაზინოში მოვედით, უნდა ვითამაშოთ. არ მინდა. არა, აქეთ აშკარად აღარ უნდა წამოსულიყავ ვინც. არომატეკა. ეს რა კაზინოა? ეს სასტუმრო. ანუ აი სასტუმრო ყოფილი. იქითა კაზინო ეგრე. რა სკროლი აქ ატეხილია, მან კი არ იცის რომ სკროლმა გამაკოტრა. მაგან გამაკოტრა, წამოდი ბიჭო აქეთ. გამაკოტრა თქო, მაგან გეუბნები 60 ლარი ჩამომაჭრა. არ რა ღირს ისე გასეინ 1 საათი ან რა. ფოტოს გადაღება დამოვიწყდა და ბაჩო რა ღირს? ჩამომაჭრა. რავი 30 თეთრია მგონი წუთში. ხო, აქეთ ესე შორსაც არ ვარ წამონასვლელი აქამდე. რავი ჩაუყვებით, გავივლით, გამოვივლით ამასობაში 12-იც მოვა და მეტრო დაიკეტება. ძალიან გვიან გამოვედით 9-ზე, 10-ის 20 წუთზე გამოვედით სახლიდან და დაიკეტება მეტრო. წმინდაზე კი გვინდოდა, მაგრამ სად არის? ვიდენ გამიზიარეთ ბაჩო დაურეკე. ჩვენ ამდენ ბოდიალში შეიძლება ამერიკაში ჩამოვყოთ თამი. აბა ეს კითხვა. Ты туда пойдешь? Маша, смотри, телефон. Бачу.